თანავარსკვლავედი ვარსკვლავების ჯგუფია, რომელიც ცაში კონკრეტული ფორმით ჩანს და ამის გამო სახელიც აქვს შერქმეული. ეს ვარსკვლავები დედამიწიდან ძალიან შორსაა. ისინი ერთმანეთთან საერთოდ არ არიან დაკავშირებული. თანავარსკვლავედის შემადგენელი ზოგიერთი ვარსკვლავი ერთმანეთთან შეიძლება ახლოს იყოს, ზოგიც ძალიან შორს. მაგრამ თუ კი ამ ვარსკვლავებს შორის ცაზე ხაზებს გაავლებთ და დიდ წარმოსახვასაც ჩართავთ, მიიღებთ რაიმე ობიექტის, ცხოველის ან ადამიანის გამოსახულებას. დროთა განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები თანავარსკვლავედებს სხვადასხვა სახელებს არქმევდნენ. იმის მიხედვით, რასაც ფიქრობდნენ, რომ ხედავდნენ. დღეისათვის ოფიციალურად აღიარებულია 88 თანავარსკვლავედი. კოდის ამ ეპიზოდში ზოგადი წარმოდგენის შექმნისთვის ვსაუბრობ თანავარსკვლავედებზე. წელიწადის სეზონებზე დამოკიდებული რომელ თანავარსკვლავედებს ხედავთ ღამით. დედამიწა მზის გარშემო ერთ შემოვლას ერთ წელიწადს ანდომებს. ღამის საში კოსმოსის ხედი ჩვენიდან სწორედ დედამიწის მოძრაობის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, ღამის ცა ყოველ ღამით ოდნავ სხვადასხვაგვარად გამოიყურება, რადგან დედამიწა თავის ორბიტაზე უკვე სხვა ადგილასაა. ამის გარდა, დედამიწაზე თქვენი ადგილმდებარეობაც განსაზღვრავს იმას, თუ რომელ თანავარსკვლავედებს ხედავთ და როგორ ამოდიან ისინი ცაში. ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებიდან ცის ხედი ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავდება და ჩანს სხვადასხვა თანავარსკვლავედებიც. ზოგიერთი თანავარსკვლავედი მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ჩანს, ზოგიც კი მხოლოდ სამხრეთიდან. თანავარსკვლავედების ფორმები 1000 წლეულთა განმავლობაში არ იცვლება, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენს გალაქტიკაში ყველა ვარსკვლავი მისი ცენტრის, სუპერმასიური შამი ხვრელის გარშემო მოძრაობს, ათობით 1000 წლის განმავლობაში თანავარსკვლავედების ფორმებიც თანდათან იცვლება. თანავარსკვლავედები ვარსკვლავური ცის უბნებია, მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე ვარსკვლავების მიხედვით დგინდება. ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები შეარქვეს მითოლოგიური ან საყოფაცხოვრებო სფეროდან. მითოლოგიურიდან მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჰერკულესი, პერსევსი, ანდრომედე და სხვა. ხოლო საყოფაცხოვრებოდან მაგალითად სასწოლი, შვიდოსანი და სხვა. დროთა განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედის საზღვრები სუსტდებოდა. ან არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედად. საერთო ჯამში ასტრონომიური კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით ვარსკვლავიერი ცა დაიყო 58 თანავარსკვლავედად. ამჟამად კი, როგორც ვთქვი, მთელი ცა 88 თანავარსკვლავედადაა დაყოფილი. ყოველი ვარსკვლავი ხილვადია ის შეუიარაღებელი თვალით თუ ტელესკოპით, ერთ რომელიმე თანავარსკვლავედს ეკუთვნის. არსებული თანავარსკვლავედის ცალკეულ ვარსკვლავებს ბერძნული ასოებით აღნიშნავენ, მათ შორის ყველაზე კაშკაშას ალფა ასოთი, მომდენო სიკაშკაშისას ბეტათი და ასე შემდეგ. თანავარსკვლავედების კონტურებს სინამდვილეში თითქმის არავითარი მსგავსება არ აქვთ იმ ცხოველებთან და საგნებთან, რომელთა სახელებსაც ისინი ატარებენ. იგივე ითქმის ყველაზე პოპულარულ თანავარსკვლავედზე, დიდ დათვზეც. ჩვენს განედებზე მისი 7 კაშკაშა ვარსკვლავი ჩანს ყოველთვის, წელიწადის ყოველ სეზონზე, ღამის ყოველ საათში. ამის მიხედვით შესაძლებელია ვიპოვოთ მიმართულება ჩრდილოეთ პოლუსისაკენ, აგრეთვე ჰორიზონტის მხარეები. ასევე არანაირი სამეცნიერო მნიშვნელობა არ აქვს ცის თანავარსკვლავედებად დაყოფას. ესე იგი, ეს დაყოფა გარეგნული ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს. პირობითი, ასე ვთქვათ. იგი მხოლოდ ორიენტირების გასამარტივებლად არის საჭირო. ყველა ჩვენთვის ცნობილი თანავარსკვლავედის ზუსტ ჩამონათვალს ილუსტრაციებით ეპიზოდის ბოლოს არ მოგვიდგენთ, რადგან ვრცელია. ვისაც გაინტერესებთ, ბოლოს ნახავთ. მანამდე კი გავაგრძელებ მთავარ სათქმელს. რატომ არის თანავარსკვლავედები ერთნაირი მრავალ სხვადასხვა კულტურაში? ადამიანთა კულტურები მსოფლიოს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულად ხედავენ, მაგრამ საოცარია, რომ ღამის ცაზე ვარსკვლავებს მრავალი კულტურა ერთნაირად აჯგუფებს. დროსა და სივრცეში ძალიან დიდი სხვაობის მიუხედავად კი, მრავალი ერთი და იგივე თანავარსკვლავედი ადამიანის ისტორიაში დრო და დრო ჩნდება. თუნდაც სხვადასხვა სახელებითა და ისტორიებით.
ორიონის თანავარსკვლავედი მთელი მსოფლიოდან ჩანს და ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. ძველი ბერძნები მასში ხარის წინაშე მდგარ მონადირეს ხედავენ, ხელში კეტითა და ფარით, მაგრამ სამხრეთ ნახევარსფეროში გაცილებით უფრო ძველი ავსტრალიელ აბორიგენთა ჯგუფი, სახელად ვირად-ჯური. მასში თავიანთ შემქმნელ წინაპარ ბაიამეს ხედავდნენ, რომელსაც ხელში ფარი და ბუმერანგი ეპყრა. ბაიამესაც და ორიონსაც უკან მისდევს 7 ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ავსტრალიური ტომი დებ იუგარილიებს უწოდებდა, ბერძნები კი დებ პლეადებს. იმის გამო, რომ ეს თანავარსკვლავედი ჰორიზონტზე პირველი ჩადის, უძველეს კულტურებს მაინც შთააგონა ბაიამეს ნადირობის ამბები. ასეთ უცნაურ დამთხვევათა გამო პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად ჩვენი კულტურებისა, ცაში სინათლის წერტილებისგან ერთნაირი ფიგურების აწყობაში რაღაც თამაშობს როლს. ვარაუდობთ, რომ ვარსკვლავთა ჯგუფების, იგივე თანავარსკვლავედების აღქმა შეიძლება აიხსნას თვალის მოძრაობის მარტივი მოდელით, რომელიც შემთხვევით დასეირნობს ვარსკვლავიდან ვარსკვლავში, გარდამავალ ალბათობათა ქსელის გასწვრივ. წერენ მკვლევრები. სრული შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ავტორები ირწმუნებიან, რომ ამ ვიზუალურ სეირნობაზე გავლენას ახდენს ვარსკვლავების ზომა და მათ შორის მანძილი, ისევე როგორც ადამიანის თვალის სწრაფი და პატარა მოძრაობები, რომლებსაც ის სცენის სკანირებისას ახდენს. ფიზიოლოგიაში ამას თვალის სწრაფ ნახტომისებურ მოძრაობას უწოდებენ. ამ ფაქტორებზე დაყრდნობით ჯგუფმა თავისუფალი ენერგიის მოდელის შექმნა და გამოთვალა ხილულ ვარსკვლავთა გონებრივად დაჯგუფების ალბათობა ძლიერ კომპლექსურ მატრიცაში. როდესაც ღამის სას მოარგეს, ამ მოდელმა წარმატებით გამოავლინა 88 ისეთი თანავარსკვლავედი, რომლებიც უკვე აღიარებულია საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ. მაჩვენეთ, რომ აღქმულ ვარსკვლავთა ჯგუფების სტატისტიკა ბუნებრივად ეთავსება საზღვრებს ნამდვილ თანავარსკვლავედებს შორის. წერენ ავტორები. რა თქმა უნდა, ამით არ შეიძლება იმის თქმა, რომ არ არსებობს კულტურული სხვაობები ადამიანთა აღქმაში. უბრალოდ აღნიშნავენ იმას, რომ არსებობს თვალში საცემი თანმიმდევრულობა. მაგალითად, სამხრეთ ნახევარსფეროში უძველეს კულტურებში საკუთარი ამბების გადმოსაცემად უფრო ხშირი აღმოჩნდა ბნელი სივრცეების გამოყენება, ისევე როგორც კაშკაშა ვარსკვლავებისა. ამის მიუხედავად, მაინც არსებობს გადაფარვა თანავარსკვლავედებში. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ზოგიერთი აბორიგენი ავსტრალიური ტომი ირმის ნახტომის მტვრის ბნელ ზოლებში ციურ ემუს ხედავს. იგივე ბნელ ზოლებში ბრაზილიასა და ბოლივიაში მცხოვრები ტუპის ხალხი ემუს შორეულ ნათესავს, ფრინველ რიას ხედავს. ცხადია, ყველა თანავარსკვლავედი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებიდან თანაბრად ერთნაირი ორიენტაციით არ ჩანს. იმის მიხედვით, თუ მსოფლიოს რომელი ნაწილიდან უყურებთ, შეიძლება რაღაც ოდნავ განსხვავებული დაინახოთ. დიდი დათვით ცნობილი თანავარსკვლავედია, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ჩანს. თუმცა ალასკაზე მცხოვრები კუჩინის ხალხისთვის ეს ვარსკვლავები უფრო დიდი სურათის შემადგენელი ნაწილია. სურათის, რომელიც თითქმის მთლიან ხილულ ღამის სას მოიცავს. მათი თანავარსკვლავედი სახელად იაჰდი ცაზე 133 გრადუსზე მეტით ვრცელდება და მოიცავს ვარსკვლავებს, რომლებიც კუჩინის ხალხის ქვეყნის განედიდან თითქმის კონუსთან მოჩანს. ღამის განმავლობაში იაჰდი ისე ჩანს, თითქოს აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიდის. დიდი დათვის თანავარსკვლავედი კი მისი კუდია. მეცნიერებსა და ანთროპოლოგებს დიდი ხანია აინტერესებთ, რატომ ვხედავთ ღამისაში მსგავსებებსა და განსხვავებებს. საქმე კულტურას ეხება, ადგილმდებარეობას, რაღაც უფრო თანდაყოლილია, თუ საქმე გვაქვს ამ ფაქტორთან ნაზავთან. ეს კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია, მაგრამ როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ცაზე ვარსკვლავების თვალიერებაში არსებობს რაღაც უნივერსალური, რაღაც ისეთი, რაც სივრცის დროისა და ხალხების საზღვრებს არ ემორჩილება.
სხვადასხვა კულტურის უძველესი ხალხი ვარსკვლავებს ერთმანეთის მსგავსად აჯგუფებდა, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანთა სწავლის უნარში არსებობს გარკვეული ფუნდამენტური ასპექტები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მიერ ინფორმაციის ორგანიზების გზებზე. ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი სოფია დევიდი. როგორ ვეძებოთ და აღმოვაჩინოთ თანავარსკვლავედების შევიარაღებელი თვალით? რა თქმა უნდა, მოწმენდით ცაზე. დავაკვირდეთ ვარსკვლავებიან ცას, უმთვარო ღამით, სხვადასხვა სიკაშკაშისა და ფერის ვარსკვლავები შეიძლება სხვადასხვა ფორმის ფიგურებად, თანავარსკვლავედებად დავაჯგუფოთ. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს ადამიანი უძველესი დროიდან სახელებს არქმევდა. მათ ურთიერთგანლაგებას იმახსოვრებდა და ჯერ კიდევ მრავალი ათასი წლის წინ შეამჩნია, რომ თანავარსკვლავედის მოხაზულობა არ იცვლება. იმ უძველეს დროს თანავარსკვლავედებისათვის შერქმეული სახელები დღევანდელმა მეცნიერებმა უმეტესწილად აღარ შეცვალეს. თუმცა ძველი ბერძნების წინაპრების ფანტაზიამ შეიძლება გაგვაკვირვოს. რამ დაარქმევინათ მაგალითად დიდი დათვის სახელი თანავარსკვლავედისთვის? თანავარსკვლავედების საზღვრები სხვადასხვა ხალხებს სხვადასხვაგვარად ჰქონდათ წარმოდგენილი. მაგალითად, ამჟამინდელი ყაზახეთის უკიდეგანო სტეპებში მომთაბარე ხალხები, რომლებსაც არაფერი სმენოდათ ბერძნებისა და მათი მითების შესახებ, დიდი და მცირე დათვის თანავარსკვლავედებს აერთიანებდნენ მათთვის უფრო ჩვეულებრივი წარმოდგენების საფუძველზე. პოლარულ ვარსკვლავს, რომელსაც მუდამ ერთი და იგივე მდებარეობა უკავია, მათ რკინის პალო, თემრი ყაზიკ უწოდეს, ხოლო დანარჩენი ვარსკვლავები წარმოადგენთ როგორც გრძელი აღვირით ამ პალოზე დაბმული ცხენი. ალფა-დენები ვარსკვლავთა შორის ყველაზე კაშკაშა სირიუსია. არის დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის შემადგენლობაში. ჩრდილოეთის ნახევარსფეროს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია არქტური, მენახირის თანავარსკვლავედში. დიდი დათვის თანავარსკვლავედის 7 კაშკაშა ვარსკვლავის ჩამჩის მიხედვით ცაზე ადვილად იძებნება სხვა რამდენიმე თანავარსკვლავედიც. მცირე დათვი კასიოპეა ცეფეოსი, პოლარული ვარსკვლავის მცირე დათვის ალფას პოვნა თქვენ ნასწავლი გაქვთ გეოგრაფიის კურსში. დიდი დათვის ჩამჩის ორ კიდურა ალფა და ბეტა ვარსკვლავებზე გავავლოთ წარმოსახვითი წრფე და 5-ჯერ გადავზომოთ მასზე ალფა-ბეტა მონაკვეთი. ნაპოვნი წერტილის მახლობლად დავინახავთ პოლარულ ვარსკვლავს, მცირე დათვის ალფას. შევაერთოთ პოლარული ვარსკვლავი ჩამჩის ტარის ბოლო ვარსკვლავთან, დიდ დათვთან. მიღებული მონაკვეთის შუა წერტილთან ახლოს დავინახავთ მცირე დათვის სიკაშკაშით მეორე და მესამე ბეტა და იგრეკ ვარსკვლავებს. მათი განლაგების მიხედვით ადვილია მცირე დათვის დანარჩენი, უფრო მკრთალი ვარსკვლავების პოვნაც. შევაერთოთ ჩამჩის ტარის ბოლოდან მესამე ვარსკვლავი, დიდი დათვის ეფსილონი, პოლარულ ვარსკვლავთან და გავაგრძელოთ ეს წარმოსახვითი წრფე დაახლოებით ერთ იმდენივეზე. ის მიებჯინება კასიოპეას თანავარსკვლავედის Y ვარსკვლავს. ამ თანავარსკვლავედის მოხაზულობა წააგავს ასო M-ს ან W-ს, ლათინური ანბანიდან. კასიოპეას და მცირე დათვის თანავარსკვლავედების სიახლოვეს მდებარეობს ცეფეოსის თანავარსკვლავედი, რომლის შედარებით კაშკაშა ვარსკვლავები 5 კუთხედის წვეროებშია განლაგებული. ეს თანავარსკვლავედი პერიოდულად იცვლის სიკაშკაშეს, თითქმის 5 ნახევარდღიანი პერიოდით. შემდგომში მსგავსი პერიოდულად ცვალებადი სიკაშკაშის ვარსკვლავები სხვა თანავარსკვლავედებშიც აღმოაჩინეს. ასეთ ვარსკვლავებს ცეფეიდები უწოდეს. მათი შესწავლის შედეგად დაადგინეს სამყაროს აგებულების მნიშვნელოვანი კანონზომიერებები. პერსევსი, ანდრომედა, პეგასი. ბერძნული მითი მოგვითხრობს, რომ მეფე ცეფეოსის და დედოფალ კასიოპეას მშვენიერი ასული, ანდრომედა, საშინელი ურჩხულის მიერ შესაჭმელად იყო განწირული. კლდეზე მიჯაჭვული ანდრომედა დაიხსნა მფრინავ ცხენზე პეგასზე ამხედრებულმა გმირმა პერსევსმა. ამ მითის მონაწილეთა სახელები უწოდეს კასიოპეასა და ცეფეოსის მახლობლად განლაგებულ თანავარსკვლავედებს. პერსევსის თანავარსკვლავედის მოხაზულობა ბერძნული ასო, ლამბდას გაშლილ ფარგალს წააგავს.
ის მოჩანს კასიოპეას Y და დელტა ვარსკვლავებზე გამავალი წრფის გაგრძელებაზე. პერსეპსის ბეტას ცვალებადის სიკაშკაშის მოწითალო ვარსკვლავს არაბებმა, რომლებმაც ძველთაგანვე შეამჩნიეს მისი ცვალებადობა, უწოდეს ალგოლი, ეშმაკის თვალი. ალგოლის ცვალებადობაზე დაკვირვებამაც სამყაროს მრავალი საიდუმლოს ახსნამდე მიიყვანა მეცნიერები. პერსეპსის სიახლოვეს ერთმანეთისგან დაახლოებით თანაბარ მანძილზე კასიოპეას ალფა და დელტა ვარსკვლავებზე გამავალი წრფის პარალელურად მოჩანს ანდრომედას თანავარსკვლავედის სამი კაშკაშა, ბეტა, Y და დელტა ვარსკვლავი. ანდრომედას თანავარსკვლავებში შეიძლება დავინახოთ ძალზე საინტერესო ობიექტი, ანდრომედას ნისლეული. ის მოჩანს ანდრომედას დელტას და კასიოპეას ალფას შემაერთებელ წრფეზე. ხანგრძლივი ექსპოზიციით გადაღებულ ფოტოსურათებზე ანდრომედას ნისლეულის დიამეტრი თითქმის 6-ჯერ აღემატება სავსე მთვარის დიამეტრს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალით ამ ადგილზე მხოლოდ პატარა, გადღაბნილ ნათ ლაქას ვხედავთ. ნისლეულის ნაპირები ძალზე მკრთალია და მხოლოდ ფოტოსურათებზე ხდება მათი დაფიქსირება. ანდრომედას ნისლეული არის ჩვენგან წარმოუდგენლად შორს მდებარე ვარსკვლავების გიგანტური ერთობლიობა, გალაქტიკა M31. პეგასის თანავარსკვლავედი გადაბმულია ანდრომედას თანავარსკვლავედთან, ანდრომედას ალფა ვარსკვლავთან ერთად. პეგასის 3, ალფა, ბეტა და Y ვარსკვლავი შეადგენს თითქმის ზუსტ დიდ კვადრატს. გედი, ქნარი, არწივი. კასიოპეას მოპირდაპირე მხარეს ცეფეოსის თანავარსკვლავედის თითქმის სიმეტრიულად მოჩანს ქნარის და გედის თანავარსკვლავედები. ხოლო კიდევ მოშორებით არწივის თანავარსკვლავედი. ამ სამი თანავარსკვლავედის უკაშკაშესი ვარსკვლავები ალტაირი, ალფა არწივის, ვეგა, ალფა ქნარის და დენები, ალფა გედის ადგენენ თითქმის ტოლფერდა სამკუთხედს, რომელსაც ზაფხულის სამკუთხედს უწოდებენ. ეს თანავარსკვლავედები ივნის-აგვისტოში თითქმის ზენიტში მოჩანს. ორიონი, ზამთრის სამკუთხედი. ნოემბერ-დეკემბერში მზის ჩასვლის შემდეგ ცის აღმოსავლეთ მხარეს მოჩანს ერთ-ერთი ულამაზესი თანავარსკვლავედი, ორიონი. წელიწადის განმავლობაში მზის გარშემო ორბიტაზე დედამიწის მოძრაობის გამო ეს თანავარსკვლავედი, მსგავსად ყველა სხვა თანავარსკვლავედისა, იცვლის მდებარეობას დედამიწის მიმართ. იანვარ-თებერვალში ის ცის სამხრეთ ნაწილშია, ხოლო აპრილში ცის დასავლეთ მხარეს გადაინაცვლებს და მზის ჩასვლის შემდეგ სუმცირე დროის განმავლობაში გამოჩანს. ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს დაკვირვებისათვის ძალზე საინტერესო რამდენიმე ობიექტი. ორიონის ქვედა მარჯვენა კუთხეში კი აფობს თეთრი ფერის რიგელი, ხოლო ზედა მარცხენა კუთხეში მოწითალო ფერის ბეტელგეიზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ჩვენთვის ცნობილთაგან. სამ ერთმანეთის ახლოს მდებარე ვარსკვლავს თანავარსკვლავედის შუა ნაწილში უწოდებენ ორიონის სარტყელს. ორიონის სარტყელის გაგრძელებაზე მოჩანს სირიუსი, ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის ალფა. სირიუსი ცის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს. მისგან ზემოთ ორიონის ალფა და Y ვარსკვლავებზე გამავალი წრფის მახლობლად ჩანს მოყვითალო პროციონი, მცირე ქოფაკის თანავარსკვლავედის ალფა ბეტელგეიზე. პროციონი და სირიუსი თითქმის წესიერი სამკუთხედის წვერუებშია განლაგებული. მას ზამთრის სამკუთხედს უწოდებენ. ორიონის სარტყელის შუა ნაწილში მისგან მართობული მიმართულებით მოჩანს ორიონის დიდი ნისლეული, ვარსკვლავთშორისი მტვერისა და აირების კონდენსაციის შედეგად. ამჟამადაც გრძელდება ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესები. ახლა ცალკე გამოვყოფ ეგრეთ წოდებულ ზაფხულის ცის თანავარსკვლავედებს. ზაფხულის მოკლე ღამეები. საქართველოში თეთრი ღამე არ იცის. თუმცა დღის მონაკვეთი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, თითქმის 22 საათამდე დღის მონაკვეთია და მაინც შეგვიძლია შევხედოთ ცის თაღს და წლის სხვა სეზონებთან შედარებით უფრო კარგად დავაკვირდეთ ჩვენს საყვარელ თანავარსკვლავედებს. ზაფხულის სამკუთხედი, ვეგა, დენები და ალტაირი. ზაფხულის მწუხრისფერ ცაზე პირველად სამი კაშკაშა ვარსკვლავი გამოჩნდება: ვეგა, ქნარის ალფა, დენები, გედის ალფა და ალტაირი, არწივის ალფა. სწორედ ესაა უზარმაზარი ზაფხულის სამკუთხედი.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულის ღამეების უცვლელი ნიშანი. ზაფხულის ცის თანავარსკვლავედები. აგვისტოს ბნელ ღამეს მოსისპრო ვეგას ოდნავ ქვემოთ 4 მკრქალი ვარსკვლავი მოჩანს, რომლებიც წარმოსახვიდი პარალელოგრამის წვეროებს შეადგენენ. ეს ქნარის თანავარსკვლავედის ჯადოსნური ინსტრუმენტია, რომელზედაც ოდესღაც თვით ორფეოსი უკრავდა. მითიური მუსიკოსი, რომელმაც თავისი ხელოვნებით თვით ჯოჯოხეთის მაცხოვრებლებიც კი მოხიბლა. ზაფხულის ცაზე რამდენიმე პატარა და გარეგნულად უფერული თანავარსკვლავედია. დელფინი, კვიცი, მელაკუდა, ისარი და ფარი. მათგან დელფინი ყველაზე უფრო შესამჩნევია. მისთვის დამახასიათებელია ფიგურა, პატარა რომბი, რომლის ქვედა მარჯვენა მხრიდან 3 სუსტი ვარსკვლავის ჯაჭვი გამოდის. აქ დელფინისა და მისი ჰორიზონტისკენ ჩაშვებული კუდის წარმოდგენა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. შემოდგომასაც ჰყავს თავისი თანავარსკვლავედები. შემოდგომის სისხლში ჩვენ განვიხილავთ თანავარსკვლავედს და იმ პანორამას, რომელსაც დამკვირვებელი 31 ოქტომბრის 23 საათისთვის იხილავს ხოლმე. თვალი გადავავლოთ ტიპიურ შემოდგომის ცას. დავაკვირდეთ შემოდგომის ცის სამხრეთ ნაწილს. ცის კიდურის სამხრეთ ნახევარზე დაახლოებით სამხრეთის წერტილის ზემოთ, ჰორიზონტიდან ნახევარ გზაზე მოჩანს თითქმის ერთნაირი ბრწყინვალების მქონე 4 ვარსკვლავისგან შემდგარი უზარმაზარი კვადრატი. ეს კვადრატი პეგასის თანავარსკვლავედის მთავარი ნაწილია. მისი მარცხენა ზედა კუთხიდან სამხრეთისკენ და ცოტა ზემოთ 3 ვარსკვლავის ჯაჭვი მიემართება. ეს ვარსკვლავები ანდრომედას თანავარსკვლავედის უკაშკაშესი ვარსკვლავებია. ამ 2 ვარსკვლავის ზემოთ მოჩანს თითქმის ასეთივე ბრწყინვალების მნათობი, რომელიც პერსევსის თანავარსკვლავედის მთავარი ალფა ვარსკვლავია, ხოლო თვითონ პერსევსის თანავარსკვლავედი 3 ალფა, ბეტა და დელტა ვარსკვლავების სამკუთხედით ხასიათდება. ცის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ანდრომედას ქვემოთ და პეგასის მარცხნივ მოჩანს თითქმის ერთნაირი ბრწყინვალების 2 ვარსკვლავი, რომლებიც ვერძის თანავარსკვლავედს უდგანან სათავეში. პეგასი, ანდრომედა, პერსევსი და ვერძი შემოდგომის ცის ყველაზე უფრო შესამჩნევი თანავარსკვლავედებია. სხვების მოძებნა კი ამ თანავარსკვლავედებიდან გადასვლით მოგვიწევს. ანდრომედასა და ვერძს შორის განთავსდება პატარა თანავარსკვლავედი, სამკუთხედი. თვითონ სამკუთხედი, რომელსაც ალფა, ბეტა და იგრეკ ვარსკვლავები წარმოქმნიან, ნაკლებად შესამჩნევია. ვინაიდან ცაზე ისედაც შეიძლება გონებრივად ავაწყოთ უამრავი სხვა სამკუთხედი. კიდევ უფრო ნაკლებადაა გამოხატული ხვლიკი, სუსტი ვარსკვლავების ჯგუფი, რომელთა გარშემო პეგასი, ანდრომედა, კასიოპეა, ცეფევსი და გედია გადაჭიმული. ვერძის მარჯვნივ თევზების უზარმაზარი თანავარსკვლავედია, რომელიც ასევე არ მოიცავს კაშკაშა ვარსკვლავებს. ვერძისა და თევზების ქვემოთ ცის მნიშვნელოვანი ნაწილი ვეშაპის თანავარსკვლავედს უჭირავს, რომელშიც ძნელად თუ ვინმე ამოიკითხავს ამ უზარმაზარი ცხოველის მოხაზულობას. პეგასში ცხადია მაყურებელმა უკვე ამოიცნო სახელგანთქმული მითოლოგიური მოთხრობის პერსონაჟები. ასეთივე ძველია სამკუთხედის. ვერძის დიდი ისტორიები არ უკავშირდება. სამაგეროდ იგივე რუკაზე უცნაურად გამოიყურება 2 კუძე თასმებ გამობმული თევზი. ერთ-ერთი გადმოცემით, როდესაც ძველად გაზაფხულის პირზე მზე ამ თანავარსკვლავედში გადავიდოდა, წვიმებისა და წყალდიდობების ხანა იწყებოდა. ვეშაპის თანავარსკვლავედის წარმოშობასთან დაკავშირებით ყველაზე უფრო პოპულარულია ლეგენდა, რომ ვარსკვლავიერი ცის ამ უბანში ძველი ბერძნების ფანტაზიით ასახულია სწორედ ის ზღვის ურჩხული, რომელმაც ანდრომედა კინაღამ გადაყლაპა. ხვლიკის თანავარსკვლავედი ჩვენთვის უკვე ნაცნობი დანიელი ასტრონომის ჰაველიუსის ფანტაზიის შედეგია. 1690 წელს ცის ამ უბანში განთავსებულ სუსტი ვარსკვლავების ჯგუფს ჰაველიუსმა ხვლიკის თანავარსკვლავედი უწოდა. მოტივი უბრალო იყო, ცის ამ უბანში ადგილი მხოლოდ პატარა ცხოველისთვის დარჩა. ვარსკვლავებში კი შეიძლება ამოვიცნოთ ქერცლი, რომელიც დროდადრო ამ ფაქიზი ქვეწარმავლის ზურგზე გაიბრწყინებს.
ახლა კი ვისაუბრებ რამდენიმე საინტერესო ფაქტზე თანავარსკვლავედების შესახებ. Როგორც უკვე ვიცით, ჩვენთვის ხილულ და კარგად დაკვირვებად ცის თაღზე მეცნიერება 88 თანავარსკვლავედი შეისწავლეს, რომელიც ზოგიერთი ჩანს ჩრდილოეთიდან ან სამხრეთ ნახევარსფეროდან. 2000 წლეულზე მეტი ხნის წინ დაწერილ პტოლომეუს ვარსკვლავური ცის ატლასში აღწერილია 88 თანავარსკვლავედიდან 48. საინტერესო ფაქტია, რომ მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან 54 თანავარსკვლავედი ჩანს. მისი დიდი ფართობიდან გამომდინარე. ზოგიერთი თანავარსკვლავედი, მათ შორის დიდი ურსა, გვხვდება ჰომეროსის ნაშრომებში, რომელიც დაწერილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-8 საუკუნეში. იცოდით, რომ თანავარსკვლავედები ბიბლიაში არაერთხელ არის ნახსენები. ინკებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ირმის ნახტომის ბნელ რეგიონებში მდებარე თანავარსკვლავედები. იმის გამო, რომ ვარსკვლავებიც და galaktikებიც მუდმივ მოძრაობაში არიან, თანავარსკვლავედები შეიძლება შეიცვალოს. წელიწადის სხვადასხვა დროს შესაძლებელია სხვადასხვა თანავარსკვლავედის დაკვირვება, რადგან ჩვენი პლანეტა მოძრაობს მზის გარშემო. განსაკუთრებით გავრცელებულია ორიონის თანავარსკვლავედი სხვადასხვა ერებს შორის. საინტერესოა, რომ უკრაინულად მცირე ურსს უწოდებენ პატარა ეტლს, არწივს გოგონას თაიგულებით, დელფინს კრინიცას და ასე შემდეგ. ერთი დღის განმავლობაში ღამისაზე თანავარსკვლავედები იცვლებიან დაახლოებით 1 გრადუსით. ბევრი თანავარსკვლავედია, რომლებიც სხვების ნაწილია, მაგალითად ჰერკულესში არის 19 თანავარსკვლავედი, ხოლო დიდ ურსაში 10. 1922 წელს იტალიაში საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა 88 თანავარსკვლავედის სია, რომლებშიც ვარსკვლავიერი ცა იყოფოდა და 6 წლის შემდეგ ამ თანავარსკვლავედებს შორის კაფეო საზღვრები დადგინდა. ჰიდრა ითვლება უდიდეს თანავარსკვლავედად, რომელიც იკავებს საში ხილული სივრცის დაახლოებით 3%-ს. ვარსკვლავი რეგულუსი ლომის თანავარსკვლავედში მზეზე 160 ჯერ კაშკაშაა, ჩვენს მზეზე. შემდგომის ბუნიობა თანავარსკვლავედის ქალწულშია. ჩვენი galaktikis ცენტრი მდებარეობს მშვიდოსნის თანავარსკვლავედში. ძველ საბერძნეთში თხის რქის თანავარსკვლავედს ეწოდებოდა თხის თევზი. მერწყულის თანავარსკვლავედი მოიცავს ვარსკვლავთა ფართომასშტაბიან გრობას, რომელთა რიცხვი 150,000 აღწევს. ვარსკვლავი მეზარტიმი ვერძის თანავარსკვლავედში იყო ერთ-ერთი პირველი ორმაგი ვარსკვლავი, რომელიც ტელესკოპის საშუალებით აღმოაჩინეს. მერწყულის თანავარსკვლავედში არის ასტრონომების მიერ აღმოჩენილი ვარსკვლავებიდან ყველაზე ცივი, რომელზეც ტემპერატურა -2700 გრადუსი ცელსიუსია. იცოდით, რომ ტყუპების თანავარსკვლავედის ვარსკვლავების წყალობით მეცნიერმა ჰერშელმა მოახერხა ურანის აღმოჩენა. ეს მოხდა მე-18 საუკუნეში. თავდაპირველად სასტორის თანავარსკვლავედის ვარსკვლავები მორიელის ნაწილი იყვნენ. მზე ყველა სხვაზე სწრაფად გადის მორიელის თანავარსკვლავედს, სულ რაღაც 7 დღეში. ეპიზოდის ბოლოს კი სრულად ჩამოვთვლით დაპირებულ 88 თანავარსკვლავედს ილუსტრირებით. მანამდე კი მცირედი ეპილოგი. ასტროლოგების აზრით, თანავარსკვლავედები დიდ გავლენას ახდენენ ჩვენზე და იმას თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით ვართ დაბადებულები, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ცხოვრებისთვის. არ არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანები ხასიათით, ქცევით და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგიერთი მეტისმეტად კომუნიკაბელურია, ზოგი უფრო მშვიდი და წყნარი. ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. რამდენად მოქმედებს რეალურად თანავარსკვლავედების განლაგება ადამიანის ფსიქოტიპოლოგიის ჩამოყალიბებაზე. ამაზე მოდი მეცნიერება მიდაოს. შენ კი გამოიწერე კოდის YouTube არხი და დაეხმარე პროექტს წინსვლაში. ასევე გამოვყევი სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზეც. Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. მოსაზრებები და იდეები კი მოგწერე მეილზე. ახლა კი დაპირებული თანავარსკვლავედები. ანდრომედე, არწივი, ბადურა, ბერენიკეს თმები, ბუზი, გედი, გემის ხერხემალი, გველეშაპი, გველი, გველის მჭერი, გონიო, დელფინი, დიდი დათვი, დიდი ქოფაკი,
ერიდანუსი, ვერძი, ვეშაპი, თევზები, თხისრქა, იალქნები, ინდუელი, ისარი, კასიოპია, კენტავრი, კვიცი, კირჩხიბი, კიჩო, კომპასი, კურდღელი, კურო, ლომი, მაგი და მთა, მარტოლქა, მარჩვიბი, მგელი, მეტლე, მელია, მენახირე, მერწყული, მეძებარი ძაღლები, მიკროსკოპი, მოქანდაკი, ტრედი, მფრინავი თევზი, მშვილდოსანი, მხატვარი, ორიონი, ოქროს თევზი, ოქტანტი, პატარა დათვი, პატარა ლომი, პატარა ქოფაკი, პეგასი, პერსევსი, ჟირაფი, საათი, სამკუთხედი, სამოთხის ჩიტი, სამსხვერპლო, სამხრეთის გვირგვინი, სამხრეთის თევზი, სამხრეთის სამკუთხედი, სამხრეთის ჰიდრა, სასწორი, საჭრისი, სექსტანტი, ტელესკოპი, ტუკანი, ტუმბო, ფარგალი, ფარი, ფარშავანგი, ფენიქსი, ფიალა, ფოცხვერი, ქალწული, ქამელეონი, ქნარი, ღრიანკალი, ღუმელი, ყორანი, ჩრდილოეთის გვირგვინი, ცეფევსი, წერო, ხვლიკი, ჯვარი, ჰერკულესი, ჰიდრა,